ბიძინა ივანიშვილზე არ არის ეს ვიდეობლოგი. მაგრამ თავდაპირველად ვახსენებთ თქვენის ნებართვით უმისოდ როგორ იქნება მან ხომ სახელმწიფო გაგვიუქმა. ბიძინა ივანიშვილს ახასიათებს ერთი ბევრს რომ არ ახასიათებს სოფლიოში ან შესაძლოა რაღაც 100-ს, 200-ს, 1000-ს, 10000-ს ახასიათებს, მაგრამ აი მათ შორისაც გამორჩეულია. ბიძინა ივანიშვილს ახასიათებს ადამიანების საუკეთესოდ დაბოლება და საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა და ასე მოაქცია ბიძინა ივანიშვილმა და სწორედაც რომ ბიძინა ივანიშვილმა და არა კობახიძემ, პაპუაშვილმა, მდინარაძემ თუ სხვებმა და სხვებმა, ეგრე მაგის პასუხია მდინარაძე სად არის გამქრალი. მოკლედ არა სხვებმა, არამედ სწორედაც რომ ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და მოაჯადოვა საზოგადოების წამალი და ალევი და საზოგადოების ერთ ნაწილს 30-35 კი არ ვძრახავ და ვაკრიტიკებ მაინც და მაინც, მაგრამ 30-35-37% საზოგადოებისა ჯერაც უჭერს მხარს სწორედაც რომ ბიძინა ივანიშვილს და არა პაპუაშვილს, ივანიშვილს და არა წულუკიანს, ივანიშვილს და არა კობახიძეს სხვებს და სხვებს. მოჯადოებულნი არიან სულ მუდმივად ეიმედებათ, არა და გატყუებთ ეს ბიძინა და დავადასტურებ. რა არის თვალსაჩინოება იმისა, რომ მან ჩვენ ყველა მისი მომხრეებიც და მისი მოწინააღმდეგეებიც დაგვაბოლა. გეხსომებათ 2024 წლის ივლის, აგვისტოს, სექტემბერ, ოქტომბერში 4 თვის განმავლობაში შესაძლოა 3-ის არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა. მან მოითხოვა და ისურვა რომ ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მაინც და მაინცო საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მოიპოვოს არჩევნებშიო. რაში სჭირდებოდა 113? აი სრული საკონსტიტუციო უმრავლესობა არის 113 დეპუტატი, ანუ არა 2/3, არამედ 4/5. რაში სჭირდებოდა მას საკონსტიტუციო სრული უმრავლესობა, რომ ყისიერად განეხორციელებინა გარკვეული საკონსტიტუციო ცნებები, რომლებიც დაგვიანონსა კიდეც. მათ შორის თქვა ამგვარი რამ. მეო, საკონსტიტუციო უმრავლესობა მჭირდება, იმიტომ რომ კონსტიტუციაში შევიტანო ცნებები ომი უკრაინაში 2024-ში 25-ში დამთავრდებაო და Deep State დამარცხდებაო, Deep State-იო, ტრამპი მოდის, ტრამპი მოდისო და რაღაცა დამარცხდება ჩვენ ასე არ ვთქვავს, მაგრამ ეს იგულისხმება ციური მანანასავით დაგვეცება თავზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენ ხომ ამისთვის მომზადებულნი უნდა ვიყოთო, მომზადებულები უნდა შევხვდეთ ამ ყველაფერს. ამის ნაწილი იყო სწორედაც რომ თუ არ ვწდები გორში წარმოთქმული ბოდიში. ბოდიში ოს და აფხაზ ხალხს რეალურად კი ოსი და აფხაზი ხალხის ბჭყალებში ლიდერებს, ანუ სეპარატისტებს და ესეც ბჭყალებში მათაც კი არ გადაუხადა თუ მოუხადა ბოდიში, არამედ სწორედაც რომ რუსეთს. ამის ნაწილი იყო. მე აგორებული კამპანია კი არა, ესეთი გავრცელებული ხმა იმის თაობაზე, რომ ბიძინა კონფედერაციას ითხოვს, კონფედერაციამდე მიდის საქართველოს, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის კონფედერაციული რესპუბლიკა. კონფედერაციას ის მინუსი აქვს, რომ ვიცოდეთ ხაი ხვალაც რომ ვინმე შემოგთავაზოს, რომ კონფედერაციის ნებისმიერ სუბიექტს სამართლებრივად სურო შედგეს ეს ამბავი ჩვენსა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის, სამხრეთ ოსეთს შორის, ნებისმიერ სუბიექტს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აქვს კონფედერაციის დატოვების და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გარდაქმნის შესაძლებლობა, უფლება, საშუალება. ეს ხომ არ მოხდებოდა, მაგრამ ემანდრო წარმოვიდგინოთ, რომ აფხაზებმა და სამხრეთ ოსეთელებმა მოაწერეს ხელი საქართველოს და დანარჩენ საქართველოსთან ერთად კონფედერაციული რესპუბლიკის შექმნას ორშაბათს. უხეშად მეორე ორშაბათს ერთი კვირის თავზე, რომ ეთქვა ოს სეპარატისტთან, აფხაზ სეპარატისტთა ჯგუფს, რომ ჩვენ გავდივართ კონფედერაციული რესპუბლიკიდანო, იურიდიული სასაუბრო თუ სადავო ჩვენ მათთან არ გვექნებოდა. ამას დავანებოთ თავი ერწუს, ბიძინა ივანიშვილი რომ ფლიდი მატყუარა აფერისტი მეთქი არ მოვერდები კაცია და არასწორ პროგნოზებს რომ აკეთებს დამატებით, ამაზე უნდა ვისაუბრო ძირითადად ოღონდ საერთაშორისო კონტექსტში, უკრაინის კონტექსტში, თქვენის ნებართვით. მოკლედ ბიძინა მოითხოვა მაშინ საკონსტიტუციო უმრავლესობა და თუ ამ კუთხით შევხედავთ 26 ოქტომბრის არჩევნებს და მის ოფიციალურად გამოცხადებულ შედეგებს, რუსეთს ეს საკვრული გეგმა ჩაუვარდა. რისი მოლოდინი ქონდა სიმართლე გითხრათ არ ვიცი, ანუ რა გათვლებით ფიქრობდა თუ ანგარიშობდა, რომ ქართული რუსული ოცნება ბანდა გავიდოდა 113 დეპუტატზე, 99
ამ კუთხით თუ შევხედათ 99 ძლივს თუ შეკრიბეს ძლივს გაყალბებების და გადაყალბებების გათვალისწინებითაც კი 99 დეპუტატზე მეტი არ ხავთ, მაგრამ მაინც ბიზნეს ნათქვამი აქვს, ესე იგი ეს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მინდაო და კიდევ აქვს ნათქვამი, რომ კონსტიტუციური მოდელი უნდა შევცვალო და მას ეს არ გამოვიდა და იმიტომ უნდა შევცვალო, გავიმეორებ, რომ უკრაინაში ომიო, აი თავისი აი რაღაცა ადგა დილით, გაიხვიძა, მოუვიდა ინსტრუქცია iPhone-ზე და მოსკოვიდან და იქ წერია რომ იცით რა არის, აი თქვენ თუ ამას იზავთ, მე ჩვენ ხელს შეგიწყობთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, ამასობაში ომი დამთავრდება უკრაინაში. რუსეთი გაიმარჯვებს, იმ გამარჯვება უნდა რუსეთისა ბიზნეს და გონია რომ გაიმარჯვებს და მე ხელს შეგიწყობთ ჩვენ, ანუ რუსები, თქვენ, ანუ ქართველებს. როგორ შეგვიწყობ და თეორიულად ხელს რუსეთის ხადი არ შეგვიწყობდა, ბჭყალებს ჩავსვათ ეს სიტყვა, ხო? როგორ და ასე. პირველი 3 წელიწად ნახევარი ის ხდებოდა საუბარი Россия поспособствовала რუსეთმა ხელი შეგვიწყო იმაში, რომ გალის რაიონში ქართულად სწავლების პროცესი აღდგა. ნაბიჯ, step by step, შაგზა შაგამ ვილაპარაკოთ სახალხო დიპლომატიაზე. საზოგადოებების დაახლოებაზე. ესე სწრაფად, აბა როგორ შეიძლება რომ ნაყოფი მოწყვიტო? ეს ხო ამხელა კონფლიქტია. 90-მდე გამოდის 93-დან 32 წლის წინ დასრულდა და ეს ხომ არ შეიძლება რომ ასე ერთბაშად 32 დღეში აღმოფხრა ეს პრობლემა. ამიტომ მოდი 3 წელიწადი და 2 თვე გალის რაიონში ქართული სწავლებაზე ვილაპარაკოთ. მერე 4 წელიწადი და 8 თვე მივაბათ ოჩამჩირის რაიონში რაღაც ჰუმანიტარული პროგრამის განხორციელებას, ესე შენი რაღაც 9 წელიწადი თუ 8 წელიწადი, მერე სოხუმში, გუდაუთაში და ასე შემდეგ კიდე 12 წელიწადი, ბიჭვინთაზე არც იფიქროთ პირველი გაგრაზე არ იფიქროთ პირველი რაღაც 18 წელიწადი და ბიჭვინთაზე კიდე 38 წელი. ვუტრირებს ხადია რიცხვებს ისე ვასახელებ, მაგრამ მაინც და აი 57 წლის შემდეგ გამოვა ან არ გამოვა, მაგრამ რუსეთი კი ხელს შეგიწყობთ რომ იცოდეთ. ეს არის წყვილი, რუსეთი ხელს არც პირველ ეტაპზე შეგიწყობდა და არც ბოლო ეტაპზე შეგიწყობს და საერთოდაც რუსეთის ჩამონგრევის. მე მაინც და მაინც დაშლას არ გულისხმობ რუსეთის იმპერიული ზრახვების ჩამონგრევის გარეშე ამ კონფლიქტს აფხაზეთში და იმ გაუგებრობების აღმოფხრას, რომლებიც იყო ჩვენსა და აფხაზებს შორისაც, იმიტომ რომ ამას აქვს ეთნიკური ნიშანი ამ კონფლიქტს, რუსეთის ჩამონგრევის გარეშე ეს ყველაფერი ვერ მოხდება, ანუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ვერ აღდგება და ეს ილუზია და ბოლი იმის თაობაზე, რომ ამერიკელები სიმონ მოილაპარაკებენ რუსებთან და ამ მოლაპარაკების შედეგად ჩვენ რუსები დაგვითმობენ აფხაზეთს თუ ცხინვალის რეგიონს, არის ბოლი ამის მთქმელთა დიდ ნაწილს ამის ისარჯერა დარწმუნებული ვარ და ამ ყველაფერს იყენებენ იმისთვის რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ და ძალაუფლება კი თავის მხრივ სჭირდებათ იმისთვის რომ ღაფონ და ბექაურის არ იყოს ბექაური ამ საკითხთან შემხებლობაში კი არ არის ეს რა ქვია კახა ბექაური, მაგრამ გქონდეთ 20 ბინა თბილისში 8 აგარაკი, 12 მანქანა, ბინა ნიცაში, პარიზში თუ იმის იქით და ღაფონ და ბიჭო ისი რა არის? მე ხო ხვდები რომ ტერიტორიული მთლიანობის საბოლოო ჯამში რა მინდა, მაგრამ სანამ არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა, მე აქ უნდა ვიყო რა, გამიგეთ რა და ეხლა დანარჩენები რომ მებრძვით, ეხლა ეგრე არა. აი ამას გვაბოლებენ და ბიზნა გვაბოლებს პირველ ყოვლისა. ეხლა რაც შეეხება მთავარ მიზეზს, კი არა, მთავარ სიტყვას, რომელიც თქვა ბიზნა ივანიშვილმა იმ ხანად 24-ში. ომიო გითხარით და გავიმეორებ, დამთავრდებაო უკრაინაში. ტრამპი მოდისო, გაარტყა, აღიაროთ. აი აგვისტო-სექტემბერში მაინც არც ერთმა ბევრმა ჩვენგანმა არ იცოდა, გაიმარჯვებდა თუ არა ტრამპი. ტრამპისტებს ეგონათ, ტრამპის მომხრეებს რო გაიმარჯვებდა, კამალას მომხრეებიც ხომ იყვნენ და ემათაც ეგონათ რომ კამალა იქნებოდა, კიდე კარგი რო არ არის, ეგ რა მაგის პასუხია. პრეზიდენტი, იმიტომ რომ ეს იქნებოდა ბაიდენი გაყოფილი 18-ზე და კიდე რაღაც ბაიდენის სადღეგრძელოს მაინც ამბობდა ვარშავასა თუ ვილნიუსში და ამას სადღეგრძელოს თქმის.
უნარიც არ ქონდა ისე ომახიანად თორე სიტყვებით შეიძლება უფრო მეტი სიტყვა ეთქვა მოკლედ ბაიდენი დამარცხდა კი რა კამალა დამარცხდა ტრამპი მოვიდა ბიზნესს ეს გაარტყა და ციური მანანასავით თითქოს უნდა დაგვეცეს ის რომ უნდა შეწყდეს ომი უკრაინაში ეგ რა მაგის პასუხია ბოდიშის მოხდით ვიტყვი უკრაინაში ომი რო შეწყდეს გასაკვირველი უნდა შეწყდეს რა თქმა უნდა ოღონდ სამართლიანად ამას გავიმეორებ 7800 ჯერ ხო საქართველოს ეკონომიკა რა შუაშია ვინმე მეტყვის მაგრამ რა გვეშველება უძრავ ქონებაში მე ამის სასტიკი წინააღმდეგი ვარ ბარემ ვიტყვი მაგრამ აი მოდი ამ კუთხით შევხედოთ ეკონომიკური კუთხით შევხედოთ უძრავ ქონებაში ათობით ათასბინას რო ყიდულობენ ჩამოსული რუსები რომლების ღმერთმა უწყის ვინ არიან ეგ რა მაგის პასუხია და უკრაინელებიც და ამხელა ფული რო არის ჩადებული ჩვენს უძრავ ქონებაში ანუ ბინები რო იყიდება ამ ბიზნესში ვინ იყიდის ესენი ხო აიხვეტებიან ცუდი რუსები და უკრაინელები კი აბრძანდებიან და წაბრძანდებიან დიდი ნაწილი ან მნიშვნელოვანი ნაწილი და რუსები უფრო მეტნი არიან ვიდრე უკრაინელები ისინი აბრძანდებიან და წაბრძანდებიან და ჩვენს ეკონომიკას და შენარჩუნებულ ლარის კურსს რა ეშველება ეს კობახიძე რომ იქადნება რომ ჩვენი ეკონომიკა დგა ეს ეკონომიკა ამ ომის ნიადაგზეა გარკვეულწილად ასევე გადმორიცხვების კოლ-ცენტრების სხვათა შორის რომელსაც დაერია კობახიძე და ასე შემდეგ ანუ ამათი კოლ-ცენტრები როა ჩუმჩუმად რო გქონიათ თურმე და ასე შემდეგ ხო ანუ კოლ-ცენტრებს კი არ დაერია კოლ-ცენტრების ჩინოსთან ან ბობოლა მეპატრონეებს და გვარების ვიცით ყველაფერი იცის საბოლოო ჯამში ამ ქალაქში ხო და ასე შემდეგ ეხლა მოკლედ რატო რო არ გადმოხვდე ტრამპამდე მივიდე ისევ და ამერიკა უკრაინის და ამერიკა რუსეთის ურთიერთობამდე ხო და ომი 25-ში არ მთავრდება აი ეს კი ბიზინა ივანიშვილმა ვერ გაარტყა ამასთან დაკავშირებით კი ვერ განჭვრიტა და რაღაცა ტრამპი ვერ ამთავრებს ომს ეხლა უკვე ესენი მიდიან იქამდე რომ ტრამპი მოექცა დიპ სტეითის გავლენების ქვეშ საწყალი ტრამპი და ტრამპმაც კი ვერ დაამარცხა დიპ სტეითი როცა საქართველოს პაპუაშვილმა დაამარცხა დიპ სტეითი აი ტრამპმა ვერ დაამარცხა ნუ ბიზნესს ხო დაამარცხა ეხლა პაპუაშვილი ასახსენებია გრიგოლიჩ ივანიშვილთან ამბავიც ეს არის რომ ტრამპმა მართლა ვერ დაამარცხა თომას და ამ ესეადება უნდა წარმოთქვა ხო ამ კუთხით უნდა განვიხილო ვერ დაამარცხა დიპ სტეითი უпростоრად ტრამპი გადასხვაფერდა და თუ თავდაპირველად ტრამპი ამბობდა რომ პუტინს ჩემი აზრით უნდა უკრაინაში ომის დამთავრება ტრამპი ბოლო ვატიკანის შემდეგ მეთქი ვატიკანში შეხვედრის შემდეგ ზელენსკისთან მაგრამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ის ჩახვდა მიხვდა რომ სწორედაც რომ პუტინს არ უნდა ომის დამთავრება და ეს საბოლოო ჯამში ზახირის ნიშანი ამ წინადადებას დაესვა მას შემდეგ რაც გასულ კვირას ტრამპი ესაუბრა პუტინს და იმან ნაცვლად იმისა რომ რაღაც დიპლომატიური ყოფილიყო რაღაცა მოქნილი ყოფილიყო გადაევადა რაღაცა ფინტი დიპლომატიური გაეკეთებინა და ასე შემდეგ იმან დაუხეთქა პირდაპირ მნიშვნელობით ლაპარაკობ დაუხეთქა ტრამპმა ტელეფონი და პუტინმა კი მაგიდაზე დაუხეთქა ან ვერბალურად დაუხეთქა წინადადებას შემდეგი SVO სპეციალური სამხედრო ოპერაცია არ დასრულებულა და სანამ რუსეთი არ მიაღწევს SVO-ს ფარგლებში დასახულ მიზნებს, ანუ დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია რაღაცებს რო ბოდიელობს ეს შლეგი. პუტინი მანამდე ომი ინტერვენცია და ოკუპაცია უკრაინისა არ შეწყდება. გამოშტერდა ტრამპი ასე ვიტყვი და გაჯავრებულმა ეს პრაქტიკულად დადასტურებული ინფორმაცია, ესენი ხო მობილურით ლაპარაკობენ, ანუ ლაპარაკობენ ესეთი სამთავრობო ტელეფონით და შუაში კიდე ორივე თარჯიმანია. ტრამპმა აიღო და ეს ტელეფონი დაახეთქა. დაახეთქა ამის შემდეგ იყო ზელენსკისთან საუბარი უაღრესად პოზიტიური თავად ზელენსკი ამბობს რომ ასეთი კარგი და ნაყოფიერი და პოზიტიური საუბარი მე ტრამპთან არასოდეს არ მქონიაო იგულისხმება როგორც შეხვედრები ორჯერ სამჯერ ასევე სატელეფონო საუბრები გამახსენდა რაც მოვითვალე 7ჯერ ასეთი საუბარი არ მქონიაო პრეზიდენტობის პერიოდში ტრამპთან 7ჯერ საუბარი თორე მანამდე ვიდრე ოციანურამდე ბევრჯერ ისაუბრეს უკრაინის ლიდერმა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერმა და ამბავიც ეს არის. უახლოეს დღეებში ლინცი გრემის კანონი რუსეთისათვის
ეს 5-ში უნდა მომხდარიყო სიმართლე გითხრათ დღეს გვაქვს ჩვენ 8 ამ კვირაში მაღალი ალბათობით და სულ მაქსიმუმ იმ კვირაში ლინცი გრემის კანონი რუსეთის სანქციების თაობაზე უმკაცრესი უმძიმესი და ასე შემდეგ იქნება მიღებული ზედა პალატის მიერ. ტრამპი მე გრაგრული პროცედურები აქვს ქვედა პალატაშიც მე ტრამპი მოაწერს ხელს და რუსეთს დაუწესდება 500%-იანი ტარიფი ბარემ ვიტყვი ბოდის ვიხდი იმიტომ რომ ეს რაღაც მნიშვნელოვანი თემაა ჩვენთვის ჩვენ რას ვაჭრობთ ჩვენი მეწარმეები შეერთებულ შტატებში არ ჩამიხედავ სტატისტიკის სამმართველოს თუ სააგენტოს ოფიციალური ხასუსო მონაცემებისათვის მაგრამ რაღაც ტვირთბრუნვა საქონელბრუნვა ტვირთბრუნვა ფულადობრივი ბრუნვა ჩვენგან ექსპორტი შეერთებულ შტატებში ხომ არის ვიღაცას ღვინო გააქვს ვიღაცას სუნელები არ ვიცი სიმართლე გითხრათ ეს უკანასკნელი ღვინო რო გააქვთ გასაგებია კიდე რაღაცა არ ვიცი რაღაც ნედლეული გადის რომ ვიცოდეთ მაინც უკლებრივ ყველას ვინც ვაჭრობს შეერთებულ შტატებთან იმის გამო რომ საქართველოს თავის მხრივ ვაჭრობს რუსეთთან ვაჭრობს რუსეთთან ბუნებრივი აირითა და ავტოპროდუქტებით ჩვენ ყველა მეწარმეს გურიაში ვინც ხართ კარგ ღვინოს რო ასხავთ კახეთში თუ ქართლში და ვუტრირებ 50 ბოთლი რომ გაგაქვთ შეერთებულ შტატებში თქვენ დაგიწესდებათ 500%-იანი ტარიფები. ამაზე არ გელაპარაკებათ ქართული ოცნების ხელისუფლება, სამწუხარო ამბავია ეს. მოდი მაინც ასე ვიტყვით თქვენის ნებართვით, ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით თქვენს დაგიწესდებათ 500%-იანი ტარიფები, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის დე-ფაქტო ხელისუფლება ვაჭრობს და აღებ მიცემობაშია, აღებ მიცემეობაშია რუსეთის შლეგურ სახელმწიფო დედასა იმასქნებელ ქვეყანასთან. ახლა უბრუნდეთ ბიზნესის მიერ ვერ გაკეთებულ პროგნოზს. მოკლედ ციური მანანასავით ჩვენ ვერ გვეცემა. აღმოჩნდა რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა ჯერ როგორ დააღედგინა, ანუ კონფედერაციის შეთავაზებით ესე გაწელილი პროცესით და ასე შემდეგ, მაგრამ აი ის რაც ჩაფიქრებული ჰქონდა ბიზნა ივანიშვილს, ისიც ვერ ხდება. მეცაც გეტყვით. ტრამპი პუტინთან ლაპარაკის და მერე უკვე ზელენსკისთან ლაპარაკის შემდეგ აკეთებს შემდეგ განცხადებას. პუტინი კარგი ადამიანი არ არის. ერთწამს ბიზნა ივანიშვილს დაუბრუნდეთ. ბიზნა ივანიშვილი სიგიჟე რო წარმოვიდგინოთ, ბიზნა ივანიშვილი პერსონალურად, ან ბიზნა ივანიშვილი ეს სუსტად ბიზნა ივანიშვილის ნაირი ადამიანი, რომ იყოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი. რას იზამდა ის ტრამპის ნაცვლად, ტრამპის ადგილას? რასაკვირველია დაუთმობდა, ეტყოდა რომ შედი, დაგიდუღებია კიევი, თავარია ომი დამთავრდეს და უკრაინა თუნდაც დამარცხებულა. ბიზნა ივანიშვილი მოწადინებულია რომ დამარცხდეს სუსტი, რომ ძლიერმა შეჭამოს სუსტი. ძლიერმა რუსეთმა გაანადგუროს სუსტი უკრაინა. ძლიერმა ივანიშვილმა შეჭამოს სუსტი ხაზარაძე, არავით ოპოზიცია მთლიანად. საზოგადოება რომელიც სუსტია, ის უნდა იყოს განადგურებული. ნიჩეს მომხრე კრიტიკოსების ბოსტანში ნიჩეს ამბავშიც საინტერესოა, ხო? მე მგონი მართლა წაკითხული აქვს. რაღაცეები არა უფრო ცუდად წაკითხული არ ექნება, მაგრამ მაინც აი რაღაცეები რაღაც დონეზე წაკითხული ცნობები ექნება. შათილიშვილი ელაპარაკება ხოლმე ალბათ ამაზე, რაღაცა კარგი რამეს მივაგენი მგონი. მოკლედ პუტინი კარგი ადამიანი არ არის, ის ცუდი ადამიანია. მან ბევრი ადამიანი მოკლა ამბობს ტრამპი და არ ფიქრობ რომ მას ჩემს მიმართ პატივისცემა გააჩნია. არა და ტრამპი 2 თვის წინ ამბობდა რომ პუტინი მე პატივს ვცემს. ასევე პენტაგონი მორიგ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელი ჩემი ვარაუდით არაუგვიანეს სექტემბერ, ოქტომბერ, ნოემბერ, დეკემბრისა იქნება განთავისუფლებული. აი ამ თამამ პროგნოზს ვაკეთებ და ამოვწევ ამ ვიდეოს კონკრეტულად თუ ეს ასე მოხდა და ამას შორს აგვიყვანს ახლა ამაზე საუბარი 20 წუთია გასული. თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინას დამატებით თავდაცვის შეერაღებას უგზავნის, რათა უკრაინელებმა თავის დაცვა შეძლონ, სანამ ჩვენ მუშაობთ მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფასა და მკვლელობების შეწყვეტაზე. ეს ტრამპმა ჩაიხვია კიდევ ამ სიტყვაზე მკვლელობა და ასე შემდეგ. კიდევ ერთი ეს უკვე ნეთანიახუს ეხება, ნეთანიახუმ წარადგინა ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად.
ტრამპი დიდი ამბავი ხო, ესე იგი, ტრამპი ადასტურებს, რომ უკრაინისათვის უფრო მეტი იარაღის მიწოდება მოხდება, განსაკუთრებით კი საუბარია თავდაცვით შეიარაღებაზე. აი ეს ძალიან საინტერესო რაკურსი ასპექტია. თავდაცვით იარაღს აძლევს, რომ უკრაინის ცა რუსული შეტევებისაგან, ეს არის ბალისტიკური რაკეტები, ეს არის შაჰიდი დრონები და ასე შემდეგ, იყოს უფრო დაცული. აქ ლაპარაკია რა საკვირველია პატრიოტის, არ ვიცი აქ წერია თუ არა, პატრიოტის სისტემაზე და სხვა თავდაცვით იარაღზე. რაც შეეხება თავდასხმით იარაღს, მეტწილად რა საკვირველია დრონებს, უკრაინა თავისი საჭიროების 40%-ს დაახლოებით აწარმოებს უკვე და თავდასხმით იარაღის უზრუნველყოფას შეერთებული შტატების გარდა, ასევე ახერხებს და მომავალშიც მოახერხებს რა საკვირველია ევროპა, ოღონდ შეერთებული შტატების გამორიცხვის ამ პროცესიდან გამორიცხვის გარეშე. ანუ ჩვენ მივდივართ იქამდე, რომ 25 წელს როგორც ასეთი ომი უკრაინაში როგორც ვამბობდით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი სხვა რამეს ამბობდა, არ დასრულდება და გავბედავ და ვიტყვი, რომ არც უნდა დასრულდეს და მაშინაც ამას ვამბობდი, რომ სამართლიანი მშვიდობის დამყარების გარეშე ომი უკრაინაში არ უნდა დასრულდეს. შესაბამისად რაღაცა არ უნდა დასრულდეს, ბიზნესეული ეს მოსაზრება სურვილი იმის თაობაზე, რომ ომი რო დასრულდება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა გაჩნდება, ანუ რუსები რაღაცას გვიწყალობებენ, არის ტყუილი, აღმოჩნდა რომ ტყუილი, ანუ მან არასწორი პროგნოზი გააკეთა. თავად გააკეთა, რუსებმა გააკეთებინეს, მეუღლემ გააკეთებინა თუ იყო რაღაც მოჯადოებული ყვავის ღვიძლის ნახარშებით, რომელსაც ასმევენ, ან არ ასმევენ, არ მაინტერესებს, ხო, ეგ არ ვიცი, ვერ შევალ ეხლა ამ რაღაც თეორიებში. ამ კონსპირაციულ თეორიებში არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ბიზინა ვერ არტყავს ამ იმას და Deep State იმარჯვებს. ეხლა თუ Deep State იმარჯვებს, ეს ოხერი და ტიალი. თუ Deep State იმარჯვებს, შესაბამისად საქართველო დარჩება თუ არა Deep State-ისაგან თავისუფალ ქვეყანად. კითხვა ასეთია, ბიზინა ჩვენ გადავრჩით, ღვთისმშობელი გვფარავდა ერთი და ეხლა ბიზინაც გვფარავს ღვთისმშობელი მანჟურიდან და მე არცხიდან ბიზინა არის, ჩვენი მფარველი ანგელოზი, მფარველი წმინდანი, ამას ვკითხულობ. რა საკვირველია? არა, ბიზინას კი უნდა რომ წმინდანი იყოს, წმინდა ბიზინა აგვარია, წმინდა ბიზინა ჭორბილელად იქცეს, მაგრამ არ გამოვა ეს, როგორც ვხედავთ. ახლა ერთი ამბავი, საქართველო დარჩება თუ არა ნაცრისფერ ზონად იმ ვითარებაში, როდესაც გარშემო აზერბაიჯანი გავა რუსული გავლენის სივრციდან და გავა სომხეთი გავა, გაუჭირდება, მაგრამ მაინც გავა რუსული გავლენის სივრციდან სომხეთი დაამყარებს ურთიერთობას თურქეთთან ყოველ ბლოკში ვიმეორებ და არ მეზარება თურქეთთან და შეწავა ეს ეკონომიკურ სავაჭრო მიღწევითი ურთიერთობები ცენტრალური აზია აზერბაიჯანი, ზღვა, აზერბაიჯანი, ირანის ჩრდილოეთი, სომხეთი, თურქეთი, მე უკვე შეგვიძლია გავაგრძელოთ, ესე იგი, და შევიდეთ სამხრეთ ევროპაში განსაკუთრებით და ჩრდილოეთ ევროპამდეც ავიდეთ გარკვეული პროექტებით, სატრანსპორტო, სატრანზიტო პროექტებით. ეს ყველაფერი შესაძლოა საქართველოს მოტეხილია, ნაცრისფერი რუხი ზონაა. რო კითხო ზოგიერთ პოლიტიკოსს და მე ვეთანხმები ავტორებს, გუშინ შემთხვევრად არ დავასახელებ, მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ არ ჩაგვტოვებენ. მაგრამ საქართველოს ტვირთების მნიშვნელოვანი ნაწილი, გარკვეული ნაწილი რო აღარ წამოვა, ეს ფაქტია. ოღონდ ბიზინა ივანიშვილის თავად ნდობა არ არის. თქვენ ქართული ოცნების მომხრეებო თუ ამორჩელებო უნდა გაიგოთ, რომ ბიზინა ივანიშვილმა იმდენად ბევრი წითელი ხაზი, როგორც ასეთი გადაკვეთა, რომ დასავლეთი ამგვარ ქვეყანაში არ ჩადებს არანაირ ინვესტიციას და არ ენდობა ამ ქვეყანას მანამ, ვიდრე ბიზინა ივანიშვილი არის. საფრთხე მიშა სააკაშვილი ბრუნდება, არანაირი მიშა სააკაშვილი არ ბრუნდება, შეხედეთ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან ფრონტის წინა ხაზზე და აკეთებენ ბევრ საქმეს და ისინიც კი არ მოუშვებენ მიხეილ სააკაშვილს. მიხეილ სააკაშვილი შეიძლება იყოს არაჩვეულებრივი ლექტორი, შეიძლება იყოს პოლიტიკაში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ოპოზიციის ლიდერი, არაოპოზიციური კოალიციური მთავრობა რაღაც, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობა როგორც ასეთი წარმოუდგენელია. ეს ობიექტურად და ისე რა ვიცი რაც გიათ ისი ფიქრეთ. ამიტომ მიხეილ საკაო და მიხეილ სააკაშვილის საფრთხე არსებობსო, ბიზინა ივანიშვილი მონსტრი დატოვოთ, რომელიც თქვენ შვილებს უყლავს პერსპექტივას, ესეც არ შეიძლება. ანდა პერსპექტივა ყდება. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღიდგენს ბიზინა ივანიშვილის ხელში. ვერ აღიდგენს უბრალოდ. და გამოსავალი არის ერთადერთი, რომ კანონიერი გზით, არჩევნების გზით
მოვიცილოთ ბიზინა ივანიშვილი და მისი კლანები, რომლებიც ერთმანეთს დაერივნენ. ბარემ ვიტყვი თუ სხვა ვიდეოში თქვა. რომ ეს კლანების ლიჟვადის ამბავი არის პირველი ხა მაინც და მაინც იმიტომ კი რომ ვინმე ისვრის ისევ ვინმე ესვრიან ან ვინმე გაისვრის საკუთარ სხეულში იარაღს ბარემ ვიტყვი ბოდის ვიხდი აქ სტორი შენიშვნა იყო თამარ ჩერგოლეიშვილისა და სხვებისას ამდენადაც მახსოვს რომ ნუ ექსპერტობთო ყველანიო თავის თვითმკვლელობა სოციალისტის ადამიანი სესხასროლი იარაღით არა მხოლოდ თავის არეში ისვრის არამედ ფერდში გუნკერდის არეში და ასე შემდეგ და სწორი მაგალითი დაასახელა ჩერგოლეიშვილმა ვან გოგისა მე ვიყავი ერთ-ერთი ბჭყალებში ექსპერტი რომელმაც დავამტკიცე თუ არ დავამტკიცე განვავითარე თეორია მოკლედ იმის თაობაზე რომ თავის არეში ხდება როცა ადამიანი თვითმკვლელობას ცდილობს და ვან გოგის შემთხვევა არ გამხსენებია ვუბოდიშებ თამარსაც თურევთ მაგრამ უფრო რაღაც საზოგადოებას სწორი შენიშვნა მოკლედ თვითმკვლელობა თურმე იშვიათ შემთხვევაში მაგრამ მაინც ხდება გულკერდის არეში გასროლითაც და ამის ნათელი დასტურია არის ეს ამბავი ბოდის ვიხდი ბოდიში ერთოს რაღაც ამასობაში რაღაცა გამახსენდა და იმიტომ ტრამპს ეხება ბოდის ვიხდი 26 წუთი არა და ხო და ხო ტრამპს რო ეხება ვეღარ პოულობ ხო აი ეს არის ალბათ სხვა რამეს ვეზებდი მაგრამ ისიც საინტერესოა შეერთებული შტატები არ ემიჯნება ევროპასო ამას ამბობს ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე რატომ მჭირდებოდა ამის დასახელება უკვე აღარ მახსოვს მოკლედ ბიზინა ივანიშვილი ამ თავის ბოდვა იდეასაც ხო ვერ ასრულებს ვერ აღასრულებს და ასე შემდეგ მატყუარა ბიზინა ივანიშვილი ფლიდნი ესეც სათაური გქონდა სხვა რამეს დავარქვე თქვენის დებართვით როგორ გვაბოლებდა და გვაბოლებს ბიზინა ივანიშვილი როგორ უნდა მას ისიც თუ უნდა როგორ თავაზობს პროექტს იმის თაობაზე რომ პირობითი 58 წლის შემდეგ აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა მაშინ როდესაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა მშვიდობიანად გვაქვს ჩვენ ნუ მოდი ესე ვთქვათ 5-7 წელიწადში ეხლა აირჩიეთ რა გინდათ